მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ერთი დღე ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, ხოლ საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ნაცვლად 300 წევრისაგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია პრეზიდენტს აირჩევს. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. მათი შეფასებით ეს ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს. პროცესს არ აღიარებს მოქმედი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ახალი პრეზიდენტი არჩეული ვერ იქნება. შესაბამისად, ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ისევ თვითონ დარჩება. კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. სალომე ზურაბიშვილის პოზიციას კი მორიგ სპეკულაციად აფასებენ. საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია, ჩვენ გვყავს ივანიშვილის პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური. ის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც ყაველაშვილი უნდა აერჩიოს, არის მოღუნული, არასრულფასოვანი და არალეგიტიმური, მასში არასრულფასოვანი შემადგენლობაა და ის შემადგენლობა, რომელიც იქნება პარლამენტიდან, ეს შემადგენლობა არის არჩეული არჩევნების გაყალბების გზით, შესაბამისად ყაველაშვილი ვერ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის. ერთი და მეორე, ყაველაშვილი არის ამ საზოგადოების სირცხვილი, რომ ზვიად გამსახურდია ადგილს დაიკავებს. ჩვენგან უკანონო პარლამენტის მხრიდან უკანონოდ არჩეულ ივანიშვილის პრეზიდენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ამაზე გაცხადება გაკეთებული გვაქვს და მეორე ასევე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიქნებით იმ ხალხთან ერთად, რომელიც მათ შორის გააპროტესტებს უკანონო პარლამენტის მხრიდან არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევა. დავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც არის პირველ რიგში გამორჩეული თავისი დამოკიდებულებით თავისი სამშობლოს მიმართ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც პირველ რიგში ჩვენ ვიხარჯვანებთ და მას აქვს სხვა ეროვნული საუკეთესო თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომელიც კოტები შესაბამისად გადანაწილდა ცესკოს მხრიდან. 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არაითვისეს ეს კოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კოტები. მათი დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე გაეცნო გუშინ საქართველოში ვიზიტად მყოფი 7 ევროპარლამენტარი. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები ევროპიდან პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდნენ. მათი გზავნილები საკმაოდ მწვავე იყო. ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს. ყველა ეს ქმედება მიმართულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური და დამთრგული უმრავლესობის მხარდასაჭერად. ამ აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა. ესე უნდა ევროპის ნაწილია ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება და ცალფეხზე დადგება თუ ყირაზე დადგება ივანიშვილიდან რომელიმე მისი ავატარი, ამას ვერ შეცვლის. ამის დასტურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩვენს გვერდით დგომა. ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, სადაც არც ლეგიტიმაცია არის აღერებული ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის და პირდაპირ მოთხოვნა არის უკანონო პატიმრობის გათავისუფლების კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც უწყვეტად იცავენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო ვექტორში. რასაც ისინი აკეთებენ ევროპარლამენტის სახელით გამოდიან, თუ ევროკავშირის სახელით გამოდიან, ეს არის პირდაპირ დარღვევა მათივე რეგულაციების, ევროპარლამენტის რეგულაციების. ევროპარლამენტში არის სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური იდეოლოგიის ძალები, არიან ჯანსაღი ძალებიც, რომლებიც უფრო საღადას აცნობიერებენ და ხედავენ მოვლენებს, მათ შორის საქართველოში და ჩვენ ვზადვართ, რომ ევროპარლამენტთანაც და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთანაც ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე გავაგრძელოთ ურთიერთობები. წლები ვაკვირდები ძალიან სამწუხარო ფაქტებს, როდესაც არა მარტო ევროპარლამენტარები ჩვენ ახლა აქციებზე ვიხილეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ანტისამთავრობო აქციებზე, რაც პირდაპირ არის ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, პირდაპირ
პირდაპირ არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა, ვიხილეთ რამდენიმე კვირის წინ ვაკაცისგან შემდგარი დელეგაცია, რომელიც აქციებზე გამოვიდნენ და პირდაპირ მაედანიზაციისკენ მოუწოდებდნენ ჩვენ მოსახლეობას. იგივე გრძელდება ეხლაც, ახალი დელეგაცია არის ჩამოსული და ესენი არიან ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის message box ატარებენ. საპროტესტო აქციების სხვადასხვა ლოკაციებზე სხვადასხვა სამსახურებისა და სპეციალისტების მიერ დღეს მთელი დღეა მიმდინარეობს. მედიკოსები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, HR-ები, PR-ის სპეციალისტები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარგის სპეციალისტებისა, რომლებიც დღეს ქუჩაში ორგანიზებულად გამოვიდნენ და საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ. ვაპროტესტებთ იმას, რაც ბოლო რამდენიმე დღეა, 14 დღეა უკვე ხდება საქართველოში, ტერორს, რომელიც ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას. პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ დაჭერილს და ყველა იმ დაკავებულ ადამიანს, რომელიც ახლა ციხეშია და იხდის სასჯელს, ადმინისტრაციულით, ზოგი ნაწილით ამ ხელისუფლებამ სისხლით სამართლის საქმითაც დააკავა და გამძლეობას უსურვებს მას. ჩვენ არ შეგვეხება, ჩვენ არ დავიღლებით. ყველას დიდი სურვილი იყო, რომ გადავიდეთ დღის აქციებზე, რადგან ღამის აქციებმა ასე ვერ გამოიღო შედეგი და ისედაც სასურველია დღე პარალიზდეს ქალაქი და დღე გამოხატოთ ჩვენი პროტესტიც და იმ ყველაფრის ცვლილების სურვილიც რაც გვინდა და იმედია გადავალთ დღის აქციებზე. იგეგმება მარში, მაგრამ რა მიმართულებით ამჟამად ჯერ არ ვიცი. დღეს ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს ხდომა გაიმართა. საკრებულოს დეპუტატებმა 2025 წლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკორექტირებულ ბიუჯეტზე, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობის განსაზღვრაზე მსჯელობა, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს. ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება კორექტირებული ვერსია 2025 წლის ბიუჯეტის დაეწეროს შესაბამის დარგობრივ კომისიებს განხილვის მიზნით და დაევალა შესაბამისად ამ კომისიებს მორიგი საკრებულოს ხდომის დღის წესრიგისათვის მოამზადონ შესაბამისი დასკვნების მომზადება. გარდა ამისა, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი დაეწერა ასევე ყველა საკრებულოსთან არსებულ ყველა ფრაქციას, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებსაც და შესაბამისად მათაც სრული უფლებამოსილება გააჩნიათ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში. წარმოებაზე ბიურო მიიღო გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ნუსხის საშტატო ნუსხისა და სარგოების შესახებ. ანალოგიური დოკუმენტი ასევე მოამზადა საკრებულოს აპარატმა, რომელზედაც ასევე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ბრუნდებით გადაცემაში სტუმართან ერთად ჩვენი გადაცემის სტუმარი სამოქალაქო აქტივისტი მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი კუკური ბარამიძეა. მოგესალმებით ბატონ კუკური და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სასაუბრო თემა ალბათ ხვდებით რაც იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ფაქტობრივად 15 დღეა სახელმწიფოებრივ კრიზისში ვიმყოფებით, პოლიტიკურ კრიზისში. როგორია თქვენი შეფასება, თქვენი მოლოდინები ამასთან დაკავშირებით? უთხარით მივესალმები მაყურებელს, მადლობა. შეფასებას რაც შეეხება ზოგადად ან ჩვენ ეხლა უყურებთ სიტუაციას, სადაც რაღაცა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოპარა ხმა, არჩევნები, მოიპარა ხელისუფლება, ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და ეხლა ბრუტალური სასტიკი მეთოდებით ცდილობს ამ არალეგიტიმური რაღაც მოცემულობის შენარჩუნებას და მეორე მხრივ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უკვე ამ ქვეყნის დიდმა უმრავლესობამ ყველა სფეროდან, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელში არ მიიღო და ვერ შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც ეს რაღაც არალეგიტიმური ჯგუფი გვთავაზობს, კერძოდ ხმის და არჩევნების წართმევასთან ერთად, მათ უკვე დეკლარირებულად განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მიზანი, მისია და რამ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, იყოს ევროკავშირის წევრი, გაცხადებულად ითქვა უარი ამაზე. თუმცა წინასაარჩევნო მთელი კამპანია მიდიოდა ისე, რომ ღირსებით ევროპისკენ ქართული ოცნება თავის ამომრჩეველს ასე ეუბნებოდა. რა მოხდა, რატო გააკეთეს ასე და მაგაზე ალბათ არ
შესაძლოა ეგ იყოს, ეხლა ჩემი აზრით შეიძლება ეგ იყოს უკვე თვითონ ამ ფსევდოგამარჯვებით, ხო, ანუ ამ ფსევდოგამარჯვებით შექმნილი რაღაც ილუზია, რომ მათ აქვს უკვე ყველაფრის უფლება, რომ ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკონ, თქვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს და უკვე გააცხადებულად თქვან თავიანთი სურვილი და მიზანი, რომ ევროპის წევრი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა ვიყოთ იმ რუსულ ორბიტაზე, იმ ჭაობში, სადაც თვითონ მართლა კარგად არიან, იმიტომ რომ არის კორუფცია, რაღაც არის ნეპოტიზმი, არის დაუჯელობის სინდრომი, არის კრიმინალი და ასეთ ვითარებაში ადამიანები, რომლებიც არაზრუნავენ სახელმწიფოებრივად, თქვათ, არ აქვთ ქვეყნის რაღაც განცდა პატრიოტიზმის სიყვარული შეგრძნება და მათი ერთადერთი ფუნქცია და მიზანი არის, რომ იშო რაღაც ფული და ქონება დააგროვოს, ასეთ მღრიე სიტუაციაში ყველაზე კარგი ნიადაგია ამისთვის და შესაბამისად ამასაც აკეთებენ, რაც შეეხება საარჩევნო თქვათ დაპირებას, რომ ღირსემშვიდობით რაღაცა ევროპისკენ, ესეც ჩვენ ყველამ ვიცოდით და ხვდებოდით, რომ ეს იყო სატყვარა, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია ქართულ ოცნებას, თუმცა ამ შემთხვევაში მოკლეს ვადაში ვერ იფიქრებდა ამორჩეველი, რომ და მათ შორის თავისი ამორჩევლებიც, ესე რომ ვთქვათ, გადააგდო, მოატყუა ამ ნაწილში, ვინც იმიტომ მის დაუჭირა მხარი, რომ მართლაც ეგონათ, რომ რა კრიტერიუმებით აფასებდნენ, რომ ეს შესაძლებელია, მოლოდინი ყოფილიყო, ეგ ჩვენთვის ახლა ჩვენთვის გაუგებარია, მაგრამ იყო ხალხი, ვინც ამის გამო მისცა ხმა, ხო? და ეხლა იმ ხალხის ნაწილი დგას აქციებზე და თანდათან კიდევ გამოდის და ემატება. ხელისუფლება, რომელიცაც არ აქვს ლეგიტიმურობა, არ ცნობს არც ერთი დასავლური ქვეყანა, სახელმწიფო პარტნიორები, რომლებიც წლებია ჩვენი პარტნიორები არიან და მართლა გვერდში გვიდგანან. რამდენხანს შეძლებს ამ კრიზისის მართვას და რამდენხანს იქნება ხელისუფლებაში, რამდენხანს გაძლებს და რამდენხანს შეიძლება შენარჩუნდეს ეს სიტუაცია, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო. კი, მე ახლა მაგის განსაზღვრა არ შემილია, მე უბრალოდ შემიძლია ჩემი აზრით და ჩემი მოლოდინები გითხრათ და რას მიმაჩნია მთავარ ამბად, ან ჩვენ არ გვექნება, ვთქვათ, მოკლევადიანი ბრძოლა ჩემი აზრით, თუმცა ჩვენ პრინციპულად მყარად და ურყევად უნდა გავაგზავნოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და არ არსებობს, ვთქვათ, არც არსებულა და ვერც იარსებებს ხელისუფლებად წოდებული რაღაც ესეთი ავტორიტარული რეჟიმები, ან უფრო დიქტატორული რეჟიმები და რაღაც ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებას სურს, არ არსებობს ეგეთი, რომ ამას გაუძლოს. რაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით და ვიცით, რომ ვერც გავიხსენებთ ამ ქვეყნის რაღაც დამოუკიდებლობის ისტორიაში ფაქტს, მოვლენას და ვითარებას, რაც დღეს არის, ხო? ანუ არ დარჩენილა ფაქტობრივად არც ერთი ქალაქი, არც ერთი სოფელი, არც ერთი, თქვათ, ინსტიტუცია, კერძო, საჯარო, სადაც ეგ ძვრები არ არის და სადაც ხალხი არ არის გაბრაზებული რა. ჩვენ გარდა თბილისის მასშტაბური აქციების უკვე მე-16 დღეა, აი დღეს მაგალითად დაახლოებით 17 ღონისძიება, საპროტესტო ღონისძიება დაგეგმილი სხვადასხვა ჯგუფების მიერ. სხვადასხვა ჯგუფების მიერ, აბსოლუტურად სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მიზნით, ანუ სხვადასხვა ინტერესის სფეროების მიმართულებით. ამიტომ ეგ პროცესი, რაც ახლა ხდება, მე მაძლევს რაღაცა ოპტიმისტური, თხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ თუ ჩვენ ამას შევძლებთ და გავაგრძელებთ დიდ ქალაქ თბილისში, თბილისთან ერთად ბათუმის, ზუგდიდი, ქუთაისი ყოველდღიურად არ შეწყვეტილა აქციები. ჩვენც რაც შეგვიძლია რა რესურსიც არის, ახლა პატარა ქალაქებში და რაიონებში, იქაც არის გამოსვლები ყოველდღიური, ზოგჯერ კვირაში რამდენიმეჯერ და ეს პროცესი თანდათან არყევს და უთხრის იმას, რა ქვია, საძირკველს ამათ კონსტრუქციას, რომელთაც ცდილობენ რომ რაღაცა შეინარჩუნოთ და ეს ქვეყანა აი დასავლეთის წნეხი და კიდე რა გასტეხს წელში ვთქვათ არსებულ რეჟიმს, ვთქვათ საჯარო მოხელეების მკაფიო, ანუ არსებული საჯარო მოხელეების მკაფიო პროტესტი, თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? წელში მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ ყველას ამ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც ამ ქვეყანას გული შეგვდივა და გვინდა რომ ვიცხოვროთ რაღაც დემოკრატიულ, წარმატებულ, ჰარმონიულ გარემოში, შვიდ და უსაფრთხო სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეალიზდნენ, ქონდეთ რაღაც შემოსავალი, თავიანთი შრომით შეიქმნა თავისი მომავალი და არ იყვნენ დამოკიდებული ვიღაცების მიერ წყალობაზე. ამ ხალხს გვესმის და ვიცით, რომ ეს ამბავი
ჩვენი გასაკეთებელია. აუცილებლად რა, ჩვენ უნდა მივიდეთ, უნდა ვიდგეთ, გამოვხატოთ პროტესტი, მყარად და ურყევად, რასაც ვაკეთებთ. რაც ხდება ახლა და რაც მოხდება და რაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ამბავი. ჩვენ იქ ვინც დგას, ნუ კარგია რომ ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო საზოგადოებაც ამას უყურებს, აფასებს და არ აღიარებს ხელისუფლებას, ანუ ამ ჯგუფის ხელისუფლებად და მათ ლეგიტიმაციას. არის გუშინ წუხელღამითაც იყო სანქციები, სავიზო სანქციები, რომელიც 20-მდე მაღალი თანამდებობის პირს დაუწეს და რაღაც თავიანთი განცხადებებით, მოქმედებებით, მხარდაჭერით რა თქმა უნდა ამ პროცესს აძლიერებენ, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მე მაგალითად როცა ამაში ვარ ამ პროცესში და რა ვიბრძვით და ეს სიტყვა არ არის რაღაცა ისეთი ეფემერული და რაღაცნაირად ჰეროიკული და რაღაც ისეთი განცდით, ეგ არის პირდაპირ ომი და ბრძოლაში ვართ ჩვენ. ვიცი და ვიაზრებ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა რა. და თუ მე ცხადია მოლოდინი არის რაღაც მხარდაჭერაც იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა მიზანი ეს არ არის. მიზანი არის ის, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოვარყიოთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ძალაუფლება და ვაიძულოთ, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ზედამხედველობთან ისეთ პირობებში, სადაც ძალაუფლება და ზეგავლენა გამორიცხული იქნება ამ ჯგუფის მიერ. ბრძანეთ, რომ გრძელვადიანი პროცესია, მაინც მოლოდინები მე ჩვენ გინდა რომ ძალიან მალე იყოს, მაგრამ ნუ ამას ვერ განსაზღვრავ რა. თუ დააკვირდებით ხელისუფლებას ცდილობს, რომ რაღაცა ამ პროცესის ჩახშობის მიზნით ეძებოს რაღაცა სათავი, გეგმა, რაღაც მოცემულობა, სად მიდის, როგორ არის და ვერ იპოვეს. შესაძლებელია რაღაც არის მოსაზრებები, რომ რაღაც გეგმა და მიზანი მიმართული მოქმედებების არარსებობა შეიძლება რაღაც გარკვეული დონეზე პროცესს აზიანებს, მაგრამ მეორე მხრივ ამისი დადებით და მთავარი ღირსება ის არის, რომ არავინ არ არის ლიდერი და არავინ არ იცის, თქვათ, ვინ ვის ემორჩილება. ეგეთი რამე არ არსებობს, როცა იქ აქციაზე დგახარ, ყველა არის განცდით, რომ ეს ანუ თვითონ ქმნის ამ პროცესს და იბრძვის მისი მომავლისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, გარემოსთვის რა აქ არ არის რაღაცა ისეთი მერკანტილური მიზნებზე ორიენტირებული ხალხი. ამიტომ ვიღაცებს თავისი საქმე აქვს წინა ხაზზე, ვიღაცებს თავისი საქმე აქვს გვერდით, ვიღაცები უბრალოდ მიდიან და დგანან და ეს უბრალოდ მისვლადად დგომა იქ არ არის მხოლოდ უბრალოდ მისვლადად დგომა, იმიტომ რომ უკან გაიხედა უამრავი ხალხია, შენ იცი რომ ამ სწორ რაღაცაში ხარ და იცი რომ ჩვენ ეს რაღაცა ეს კონსტრუქცია რაც გვებრძვის ახლა ვერ გაუძლებს ამას. იმიტომ რომ აი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან რა მოლოდინები გაქვს? ბიძინაიშვილი რამდენად დაიხევს უკან, რამდენად გაქვთ ეს მოლოდინები და რა იქნება? მე ჩემი აზრით საერთო ჯამში თუ გაძლებაზია საუბარი, მე ვიცი რომ ამათ უფრო უჭირს ნებისმიერ დონეზე, მათ შორის აი მუნიციპალურ დონეებზეც ვიცი რომ შეშინებულები არიან და ვიცი რომ მათ აქვთ იმისი განცდა და რაღაცა წარმოგაურკვეველი მომავლის შიში, რომ ის რაღაცა ნალოლიავებით, წლობით, რაღაც ნეპოტიზმით, რაღაცა ვიღაც მიყვანს არჩევნებში თავგამოდები და გამოჩენით რაღაც მოპოვებული პატარა მცირე სარჩოს ზოგს ბევრიც არ გამოწვით. ანუ მაგათი мотиваცია არის ეს, რომ შეინარჩუნონ თავიანთი პოზიცია და თანამდებობა და ის ხელფასი, რომელიც მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში არ არის პატარა. გუბერნატორს დაახლოებით 7000 ლარზე მეტი აქვს, მეერს 5000 ლარი, მოადგილეს 4000, საკრებულოს თავმჯდომარეს ეს 4000 და ეს მოცემულობა მათთვის, ანუ ყველაზე ღირებულია. იმიტომ რომ ამას სხვათა შორის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ძალიან ესე იგი გულწრფელად გულშემატკივრობენ იმ სისასტიკეს, რასაც ეს რუსული მეთოდები და რუსული ომონი აკეთებს მომიტინგებთან მიმართებით რა, იმიტომ რომ მათი პოსტებით რაღაცა თუ რამე დადეს, სულ რაღაცა იგრძნობა აღხოვანება, რომ აქეთ რაღაცა მხარდაჭერილია ეს და აი სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლება აკეთებს მე მაგათ ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით მთელ ამ პერიოდს 12 წლიან პერიოდს, რაც თქვა, არაფერი არასდროს არ შესრულდა რა და კიდე გასაკვირია, რომ ეს ხალხი მაინც რაღაცნაირად იჯერებდა და ყურად იღებდა თუ რაღაც მოლოდინი მაინც ჰქონდათ, რომ რაღაცას მაინც შეასრულებდა. თუმცა ეხლა არის პროცესი, სადაც ბევრი ეგრეთ წოდებული ქოციც უკვე ხვდება, რომ აღარ არის და მათთვის აი მორალურად და ადამიანურად ძნელია სატანია ჯერ ერთი ის, რომ გადააგდეს და მოატყუეს და თავარ მიზანზე და თავარ რაღაც ამ ქვეყნის გადარჩენის თავარ გზაზე უარი
ითქვას ერთი და მეორე როგორ ექცევიან ადამიანებს, ხო? რას ისასტიკით როგორ არბევენ და ადამიანის რომელ პოზიციაზეც არ უნდა იყოს პოლიტიკურად თუ მაშინ რაღაც მორალური ღირებულებები არსებობს და პატივს ცევს ადამიანს, იქ შეუძლებელი ამაზე არ აღებდეს და ჩვენ ახლა ის ვხედავთ რა სოციალურ ქსელშიც არის ეგეთი რაღაცები, რომ ნუ ორი მხრიდან ძალადობასაც გმობენ, ვითომ ეგეთი რაღაცები. მაგ ხალხს როგორი რაღაც აქვს ჩემი აზრით იცით, ანუ ეგეთი ორმხრივ ძალადობის მგმობელი ხალხი არის არც ხო, აი რომელიც ცდილობს რომ ვინც გაიმარჯვოს იმას შეეზილოს და თავის პოზიცია რაღაცა გქონდეს. არის ხალხი კიდე თქვათ ამ ვითარებაში გამოაჩინა რომ აი სოციალური ქსელი და ინტერნეტი რო არ არსებობდეს, საერთოდ თავიანთი არსებობის გამართლებასაც ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ ამაში არეალიზებენ რომ აი რაღაცა პოლიციაზე ძალადობა. ეგ მეორე საკითხი და რა არ ვიცი მესამე საკითხი. აი ოპტიმისტური მესიჯი რა გავუშვათ ბოლოსკენ რა იქნება თქვენი და დავასრულოთ. კი, მე ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ სიტუაციას და ამის განცდას მაძლევს მათ შორის თბილისში აქციებზე ყოფნა, მათ შორის ჩვენთან ოზურგეთშიც გაკეთებული აქციები და მათ შორის სიტუაცია, რასაც უყურებ, რომ ყველა სფერო, აი ხელოვნება, IT სპეციალისტებიც, არქიტექტორები, სამედიცინო, რავი, სპორტსმენები, რომელსაც აზრი აქვს და მართლა ფიქრობენ და ადამიანები არიან და რომელიც პარლამენტში არ არიან შეტენილი გაუნათლებელი იმის საკუნთების სახით, ანუ რო შეხედა ვითარებას რაღაცა რობიკოს ტურუა, დოდოშკა და ლალი მოროშკინას იმედად დარჩა ეგ ეწოდებული ჩვენი სახელმწიფო ელიტა და აი უბრალოდ იმდენი ადამიანი ვინც დღეს რაღაცას ქმნის, ნებისმიერ სფეროში, ყველა იქ დგას. ვინცაც დგას ეს ქვეყანა, გინდაც ფინანსურად, გინდაც რაღაცა ინტელექტუალურად, კულტურულად, რა ვიცი, სხვადასხვა შესაძლებელი ლიტერატურა მათ შორის ყველა იქ დგას. და ეს არის თანდათან იღვიძებს კიდე საზოგადოება, თანდათან ყოფილი ხოცებიც აქ დგანან, იმიტომ რომ მათ იციან რომ ღირებულება მიხვდნენ უკვე რომ არის აქეთ. და ჩვენი არჩევანი ევროპაა და აუცილებლად ჩვენი არჩევანი ევროპაა და უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ჩვენი მოთხოვნა ყველგან უნდა ვიმეორებდეთ რომ თავისუფლება უკანონოდ პატიმრებს რეჟიმის პატიმრებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც საკუთარი სიცოცხლის ჯანმრთელობის ფასად წინა ხაზზე დაუპირისპირდა ამ რეჟიმს და რომლებაც რაღაცა უამრავი ტრავმა და ისეთი დაზიანებები მიიღეს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ეს ბრძოლა არის შეუქცევადი და ჩვენ მივიღებთ იმას რისთვისაც ვიბრძვით აბსოლუტურად ჯერ ამის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, საუბრისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კუკური ბარამიძე, სამოქალაქო აქტივისტი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. პირისპირ საუბარი ბოლოს ლიმაში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გაიმართა. ბაიდენმა მაშინ ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთს უჭერს მხარს, რაც ვაშინგტონის შეფასებით უკრაინაში ომს ახანგრძლივებს. მან ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარისკაცებით რუსეთის დახმარებაც დაგმო. სი ძინპინი კი ამბობს, რომ ჩინეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას და სტაბილურობის მომტან ძალად ყოფნას ცდილობს. ნატოს წევრ მოკავშირეებთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები ამერიკის მსგავსად მოუწოდებენ ჩინეთს შეწყვიტოს მატერიალური დახმარება რუსეთისთვის, რომელიც თავის მხრივ ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ უპრეცედენტო ერთობა გვქონდა მოკავშირეთა შორის იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც ჩინეთი უქმნის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ეს გულისხმობს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც საშუალებას იძლევა რუსეთის აგრესია გაგრძელდეს და გააქტიურდეს. ის, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე საჯარო კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით ეს სიჩუმეც მიუთითებს იმას, რომ ჩინეთს აწუხებს ეს საკითხი და მის ორ მეზობელს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა მას მნიშვნელოვან დილემას უქმნის. რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და სის ურთიერთობა არაა ისეთი მტკიცე ან მჭიდრო, როგორიც ჩვენ ზოგჯერ გვგონია. პუტინი იმას გააკეთებს, რაც მისი ინტერესია და აუცილებლად სულაც არ აცნობებს ჩინეთს იმას თუ რას აკეთებს. არ მჯერა რომ ჩინელებმა წინასწარ იცოდნენ მაგალითად იმ თავდაცვითი პაქტის შესახებ, რომელიც პუტინსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმდა.
ზოგიერთი ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამოკვეთილმა პარტნიორობამ უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის სტრატეგიული პოზიციების შეასუსტოს და გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რაც პეკინისთვის სასიკეთო არ იქნება. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.